I'm not the former president. მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი. დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ყველას მოაჩვენოს თავი, რომ ყავს ახალი პრეზიდენტი. საქართველოს დღეს ყველას ყურადღების ცენტრში უნდა იყოს ისე, როგორც არასდროს. ეს მთავრობა მოულოდნელად ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს დაშორდა და შეტრიალდა რუსეთისკენ. ჩვენთან არ არის დამოუკიდებელი სასამართლო და არც ერთი ინსტიტუტი გარდა ჩვენისა. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც არ იმართება ერთპარტიული სისტემით. დიდი განსხვავება საქართველოსა და რუსეთს შორის ის არის, რომ ჩვენ გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ამ ერთი პარტიისთვის მიუღებელია. ამ საზოგადოებამ გაუძლო რუსულ კანონს ორჯერ. ერთხელ კანონი შემოიტანა, შემდეგ გაიტანა და ერთი წლის შემდეგ ისევ შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს დაპირდა, აღარ შემოიტანდა, რაც კიდევ ერთი ტყუილია. ეს კიდევ ერთი რუსული მახასიათებელია ამ მთავრობის. არჩევნების ორგანიზებული მოპარვა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. ეს იყო რუსეთის ახალი სტრატეგია. რუსეთი ცდილობს, რომ ახალი სტრატეგია გაატაროს.